მცხეთის ავთენტურობის შენარჩუნების მოტივით კულტურის სამინისტრომ მშენებლობაზე გასხვისებასა თუ რეკონსტრუქციაზე ქალაქის ნაწილში დროებითი აკრძალვის დაწესებას გეგმავს. Როგორც გაირკვა მიხეილ გიორგაძის უწყებამ იუნესკოს სურვილი გაახმოვანა, ხელისუფლების განმარტებით ეს წამოწყება იმისთვისაა საჭირო, რომ მცხეთა იუნესკოს საფრთხის შემცველი ზონიდან დავიხსნათ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას დავუბრუნდოთ. თამარ ტომარაძე არკვევდა, რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ და ქალაქის რომელ ტერიტორიებს შეეხება შესაძლოა. დღეიდან 2016 წლის ბოლომდე მცხეთის ლანდშაფტურ და არქეოლოგიურ ზონებში ნებისმიერი სახის მშენებლობა დაუშვებელი იქნება. მორატორიუმი მიწის ნაკვეთებსაც შეეხება. მათი პრივატიზაცია ამ პერიოდში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის აიკრძალება. მორატორიუმი გამოცხადება და შეეხება ეს პროცესი ჯვრის ქვედა ტერიტორიაზე, წიწამურის მიმდებარე, სოფლის მიმდებარე ტერიტორიას და ქალაქ მცხეთის მარცხენა მხარეს არსებულ ფერდობებს. მორატორიუმი არ შეეხება მცხეთის ისტორიულ ნაწილს, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და ქალაქში უკვე დასახლებულ სხვადასხვა მონაკვეთს. ასეთ ზონებში ადგილობრივებს მშენებლობის უფლება არ ეზღუდებათ. მოსახლეობისთვის, ვინც უკვე ცხოვრობს, ვინც წლების განმავლობაში ვითარდება, ეს მორატორიუმი პრობლემას არ ქმნის, რა თქმა უნდა, ეს მორატორიუმი ეხება იმ ტერიტორიებს, სადაც არასდროს არ ყოფილა განაშენიანება. მცხეთაში მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით კულტურის სამინისტროს იუნესკომ მიმართა. ამ პერიოდში ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმა უნდა მომზადდეს. სწორედ ამ გეგმაზეა დამოკიდებული დააბრუნებს თუ არა იუნესკომ მცხეთას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. მომავალ წელს თუ ამ ნაბიჯებს გადავდგათ, პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნება. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მცხეთა 1994 წლიდან ფიქსირდება. 2009 წლიდან კი ქალაქ სტატუსი შეუჩერდა და მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადავიდა. ამის მიზეზი ქალაქის ლანდშაფტურ ზონაში გამგეობის, პოლიციის და იუსტიციის სახლის მშენებლობები დასახელდა. უკვე აშენებულ დაწესებულებებს ქალაქისთვის შეუთავსებელი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იუსტიციის სახლის მშენებლობა კი დაკონსერვდა. იუსტიციის სახლი რეალურად დაკონსერვებული არის და პოლიციის შენობა და იქ კიდე სხვა შენობები რა, იქ მათი ბედი რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი არ არის. დაველოდოთ გენერალურ გეგმას და მე ვფიქრობ, უკვე იმ ტერიტორიებს, სადაც უკვე განაშენიანება გარკვეულწილად არაფერი აღარ ეშველება, თავარია შემდგომი აღარ დავაზიანოთ კიდე ის დანარჩენი ტერიტორიები. მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ ისტორიულ ქალაქში გენერალური განაშენიანების გეგმის შემუშავება აქტიურად დაიწყება. ამისთვის იუნესკომ ქართულ მხარეს ვადა მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე მისცა. ამ დროს გაირკვევა დაიბრუნებს თუ არა მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ადგილს.